არ არსებობს იდეალური წყვილი. მე შენს გარეშე არ შემიძლია ცხოვრება, რას ნიშნავს, რომ მე აღვიფამ ჩემს თავს მხოლოდ შენი პრიზმი და სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ მე ვკარგავ ჩემს თავს. ანუ აი თავი დაკარგა სიყვარულში. ეს პრობლემა. ანუ თავის დაკარგვა ნიშნავს, რომ სუბიექტი როგორც ასეთი იკარგება, ის არ არსებობს. დაშორების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის მის კომუნიკაცია. წყვილები ერთმანეთს პრაქტიკულად არ იცნობენ. ნამდვილში სიყვარული არის ორი ნაკლული ადამიანის ერთობლიობა. არიციან საკუთარი სხეული, არიციან პარტნიორის სხეული. წყვილი, როდესაც იწყებს ურთიერთობას და დაჩდება განცდა იმისა, რომ მე რაღაც არ მომწონს. და ის უნდა შევცვალ, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება დაუშვას ადამიანს. მისი სიტყვები შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შეიძლება ჯიუტი ხარ, მაგრამ ჩემთან თმობ. ეს შიში მე ხელს მიშლის ურთიერთობაში. ნუ რაც დრო გავა, უფრო ნაკლები ოჯახი შეიძლება უყავდეს. თუ მას არ უყვარვარ, ესე იგი მე არ ვიმსახურე და ეს განცდა მე მანგრევს. ამიტომ ხშირად ჩემს მიშველს ვეუბნები, რომ მიყვარხარ, ანუ ეს მან უნდა იცოდეს, ალბათ ბავშვებმა, ბავშვობიდანვე გამშემოყოფებს უყვართ. გამარჯობა, მე ვარ ლიკა მერაბიშვილი და ეს არის პოდკასტი ურთიერთობებზე. მიყვარხარ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რასაც ადამიანები ერთმანეთს ეუბნებიან. თუმცა ძალიან გვიჭერს ამ სიტყვის თქვა. რა არის სიყვარული? რატომ გვიჭერს სიყვარულის გამოხატვა? რა პრობლემები ახლავს თან? ამ თემებზე და ბევრ სხვა საკითხზე ვისაუბრებთ დღეს სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი არის ფსიქოლოგი გიორგი ჭანტურია, რომელიც ასევე არის ჩემი მეგობარი. გიორგი, დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან გვეწვიე პოდკასტში და ისაუბრებ იმ თემებზე, რომელზეც როგორც პროფესიული გამოცდილება გაქვს ძალიან ბევრი ამ თემაზე, ვიცი, იმიტომ რომ მუშაობდი ძალიან ბევრს, ასევე მინდა რომ შენი პირადი მოსაზრებებიც გაგვიზიარო. ზოგადად, რა არის სიყვარული? რატომ უჭირთ ადამიანებს სიყვარულის გამოხატვა? და როგორ პირველ ეტაპზე ალბათ სიყვარულის გაზრებასთან ერთად როგორ უნდა გავარჩიოთ სიყვარული იმ პირველად ემოციამ ნებასთან და მერე უკვე იმ რაღაცასთან, რასაც დამოკიდებულება ქვია. რაღაცა მგონია რომ ამ ყველაფერს ეტაპები აქვს და თუ შეგიძლია რომ აი ამ რაღაცებზე გვესაუბრო. რა არის სიყვარული? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და თემა ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავისი არსით. თავიდან თუ დავიწყებთ, როგორც ასეთი სიყვარული არა მარტო გრძნობაა. სიყვარული თავის თავში მოისაზრებს იმ იდეებს, რომელსაც ჩვენ ვდებთ. მაგალითად, ეს არის როგორი ურთიერთობა მექნება, მიმატოვებს თუ არ მიმატოვებს, მათ შორის ეს შიშიც დევს. ჩემი ერთგვარი წარმოდგენები და წარმოსახვები კონკრეტული ადამიანის მიმართ, ვისაც ჩემი განცდები და გრძნობები არის დაკავშირებული. ანუ გულისხმობ იმას, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ეს არის ის პროცესები, რომელიც ჩემი შინაგანი სამყაროდან არის წამოსული. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ჩემი ბავშვობის იდეალების მიწებება გარკვეული იმ პიროვნების მიმართ, რომლის მიმართაც მე გრძნობა გამიჩნდა. შეიძლება ჩემი არაცნობიერი სცენარების წარმოდგენა იყოს იმ კონკრეტული პიროვნების მიმართ, რომლის მიმართ მე გრძნობა გამიჩნდა. თავდაპირველად ყოველთვის არსებობს რაღაცა ისეთი, რაც გაიდეალიზირებული არის, რაც უფრო მეტია ვიდრე უნდა იყოს, რაც ჩემი მოლოდინები არის. დროთა განმავლობაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, აღმოვაჩენთ, რომ ეს ასე არ არის. და ზუსტად აი ამ პროცესში, აი ამ კრიზისულ ნაწილში შეიძლება ითქვას, როცა ინგრევა ის ილუზია, რომელიც მე მქონდა მიბმული ამ ჩემს გრძნობასთან დაკავშირებით, აი ამ კრიზისის გადალახვის შემდგომ იწყება ზუსტად ის ნამდვილი შეიძლება ჭყალებში არ ვიყო, ნამდვილი ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიყვარულს. და რამდენ ხანში ხდება ეს გადალახვა? ეგ პროცესი რაღაცა კონკრეტული დრო, როგორც რეცეპტი არ არსებობს. ეს მოდის ურთიერთობის დონეზე და ეს მოდის ასევე შინაგანი სამყაროდან. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სიყვარული ცოტა ნარცისული ნაწილიც არის. როცა მე გრძნობ, რომ სხვის თვალში ვარ მნიშვნელოვანი. ანუ რომ მე ვიღაცასთვის ვარ აუცილებელი, მნიშვნელოვანი და ეს ამძაფრებს ჩემს სურვილს, რომ მე ის მიყვარდეს და ხანდახან მე მიყვარს არა თვითონ ობიექტი, ანუ ის ადამიანი, რომელიც ჩემ წინ დგას, არამედ ის თუ რა სურვილები აქვს მას
ჩემს მიმართ. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, სიყვარული, პირველადი ვნება, ლტოლვა, სიყვარული ამას მოიცავს. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რომ სიყვარული ყოველთვის დაკავშირებულია ლტოლვასთან. და ყოველთვის არის ორიენტირებული სურვილთან. და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ეს არის სურვილი ნაკლის დანაკლისის, ესე ვთქვათ, შევსების. და სინამდვილეში სიყვარული არის ორი ადამიანის ორი ნაკლული, მოდი ასე ვთქვათ, არა ცუდი გაგებით, ხო? ორი ნაკლული ადამიანის ერთობლიობა, რომ ეს დანაკლისი საბოლოო ჯამში იქნეს შევსებული. თუმცა ჩემი გადასახედიდან თუ ვეძებთ ამას მივიპოვით, იმიტომ რომ ყოველთვის რა ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს, რაღაცა განცდა რომ მაკლია ყოველთვის იქნება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ზუსტად სიყვარულის გარდამტეხი ნაწილი არის ის, რომ როცა მე შემიძლია ვიცხოვრო იმ ადამიანთან, რომელსაც მასაც და მეც დანაკლისის განცდა უკვე ვაღიარეთ, მოკლედ რომ ვთქვათ. აი მანდ დამოკიდებულება ხომ არ ჩნდება და მე უკვე ერთმანეთის შეზღუდვა. რომ თითქოს აი ერთმანეთი ვაღიარეთ, მე მჭირდები შენ, რომ ერთად ვიცხოვროთ და გავაგზავნოთ ურთიერთობა და მიგიღე, მაგრამ მე ეს მჭირდები და გაგება გადადის იმაში, რომ შენ გარეშე აღარ შემიძლია უკვე. აქ პრობლემა არის შემდგომი, როცა ლაპარაკობ დამოკიდებულებაზე, რა ხდება, როცა სასიყვარულო ურთიერთობას ვეხებით, ხო? ხშირ შემთხვევაში მოისაზრება როგორც პარტნიორული ურთიერთობა. ჩემს აღქმაში პარტნიორული ურთიერთობა ცოტა მიწიერ დონეზე არის დაყვანილი, ესე შეიძლება ითქვა, სადაც ეს ხისტი ურთიერთობის ნაწილია. სასიყვარულო ურთიერთობაში რა არის ორი ადამიანის ურთიერთობა, ერთ შემთხვევაში, ან მოდი ვთქვათ, ორი პოლუსი, რომელიც ერთმანეთთან მოდის ერთგვარ დაძაბულობაში. ერთ შემთხვევაში, რომ მე შენს გარეშე არ მინდა ყოფნა და მე მინდა შენთან ერთად ვიყო და მეორე შემთხვევაში მე მინდა მქონდეს თავისუფალი სივრცე. ანუ პირადი სივრცე. ეს ორი პოლუსი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ ორი პოლუსის ურთიერთობა ქმნის ზუსტად ჯანსაღ პროცესს და არა დამოკიდებულებით ნაწილს. მე შენს გარეშე არ შემიძლია ცხოვრება, რას ნიშნავს, რომ მე აღვიფამ ჩემს თავს მხოლოდ შენი პრიზმით. და სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ მე ვკარგავ ჩემს თავს. ანუ აი თავი დაკარგა სიყვარულში, რო არის გამოთქმა, ხო შეიძლება ეს პრობლემა. ანუ თავის დაკარგვა ნიშნავს, რომ სუბიექტი როგორც ასეთი იკარგება, ის არ არსებობს. ამიტომ არის რომ დიდი მიჯაჭვულობაც ხდება, რომ მე მის გარეშე ეს ჩემი სარკე ხდება, ესე დავარქვა და მის გარეშე, მისი პრიზმის გარეშე მე ჩემს თავს ვერ აღვიქვამ. ეს ნიშნავს, რომ აქამდეც მე მქონდა ეს გარკვეული პრობლემა და ვეძებდი ვიღაცას, ვინც ჩემს ნარცისულ ნაწილს, ესე ვთქვა, დააკმაყოფილებდა მის სარკის, ის იქნებოდა ჩემი სარკე. აი ეხლა მაქედან გამომდინარე, რაც შენ თქვი, პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანია იპოვო საკუთარი თავი, რომ როგორც თავში აღნიშნე, სიყვარულის განცდა და ადამიანის ძიება მოდის ჩვენგან. რაღაცებს ვეძებთ, რაც ან შეიძლება გვაკლია, ან ტრავმა, ან როგორც ვიცით სიყვარული, იმის მიხედვით ვეძებთ სხვა ადამიანსაც და სხვა ადამიანში ამ სიყვარულს და იმ თვისებებს და ასე გვიყვარდება, ესე აღნიშნეს თუ სწორად გავიგე. შესაბამისად, ეხლა თქვი, რომ აუცილებელია საკუთარი ესე გავიგე, ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავის პოვნა. ანუ რეალურად სანამ რაღაცა ურთიერთობაში შევალთ, მნიშვნელოვანია რომ საკუთარ თავს ვიცნობდეთ და საკუთარი თავი ვიპოვოთ. უფრო დავაზუსტებდი, უფრო ზუსტად ვიტყოდი, რომ როცა შევდივარ ურთიერთობაში, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობაში, არ უნდა მქონდეს არ უნდა მოხდეს იმ იდეალების მიწირა, რაც მეორე ადამიანი ობიექტურ რეალობაში არ არის. ანუ გულისხმობ იმას, რომ მე როცა ვაწერ რაღაცას, ჩემს მოლოდინეს, მე ის ადამიანი მიყვარს არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც ჩემი იდეალური ხატი, რომელიც წარმოქმნილი მაქვს ამ გრძნობაში. მაგრამ ამისთვის შენც რაღაც განვითარების ეტაპზე უნდა იყოს, რომ მგონია რაღაც ასაკში შეუძლებელია. რა თქმა უნდა, შენც რაღაც გარკვეული განვითარების ეტაპზე უნდა იყოს, მაგრამ თან მარტივად რო შევხედოთ, უფრო ეს ვთქვათ, თინეიჯერობის პერიოდი რო ავიღოთ, უფრო ლტოლვაზეა ორიენტირებული და უფრო აფექტური ნაწილი არის და გრძნობა ეს არის მოცემულობითი ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სურვილის დაკმაყოფილებაზე და უფრო მარტივ წყალებში, უფრო
დაკლები არის ჩართული რაციონალიზაცია, შეიძლება ითქვას ამ პროცესში, შეიძლება ასე ითქვას, დასრულობის პირველი ეტაპზე, დასრულობის ნაწილში, სადაც ჩვენ ახს 22-დან და უშუალოდ პირობითად 30 წლამდე აქ როგორც რომანტიული ნაწილია შემოსული, უფრო და ნაკლები მეტი რაციონალური, მაგრამ ნაკლებად ასეთი მწვავე და ლოგიკური რაციონალური გათვლები არის, შეიძლება ითქვას, ხოლო დაახლოებით მე პირობითად ვლაპარაკობ, ხო ახლა არ უსაზღვრავ ამ ყველაფერს, ამ ასაკში ასია და იმ ასაკში ეს. დაახლოებით 30-ის მერე ბევრად უფრო რაციონალურ პროცესებზე გადავდივარ და ნაკლები არის ესე ვთქვათ ერთგვარი რომანტიული სიმძაფრე. ანუ უფრო მეც ვფიქრობთ, მოკლედ რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღებაში ვიდრე მანამდე ვიფიქრებით. კვლავ ასაკობრივი ყველასთან ეს ასე არ არის ვიღაცასთან გამოცდილება არის ასაკთან, მაგრამ ამ ასაკთან ეს გამოცდილებაც მოდის, მესმის და გეთახმები. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ურთიერთობაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სასიყვარულო ურთიერთობაში, როცა ხდება იდეალიზაცია ამისი, ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ არაფერი არ არსებობს იდეალური. მათ შორის ურთიერთობაც არ არსებობს იდეალური და არ არსებობს იდეალური წყვილი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც კი ვამბობთ, რომ მე იდეალური ურთიერთობა მაქვს ჩემს წყვილთან, რაც გულისხმობს, რომ კონფლიქტი არ მაქვს, ჰარმონიული ურთიერთობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს წყვილთან საუბარი არ მაქვს. ანუ არ ვიცი მას რა მოწონს, მე არ ვამბობ, მე რა მომწონს, მე ვარ იმ ილუზიაში, რომელშიც მინდა ვიყო და ზუსტად კრიზისის დროს არსებობს კრიზისები. აი ეს ნაწილზე იღირღვება იდეალური აღქმა მდგომარეობის და იწყებს წყვილი საუბარს იმ განცდებზე, რომელიც მათ აწუხებთ. ეს არის უკვე ურთიერთობის ის საფუძველი, რომელიც ამძაფრებს და აძლიერებს შეიძლება თქვა სიყვარულს. ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში არის კომუნიკაცია და ცოტა სტატისტიკებს ვუყურებდი, არ ვიცი, შეიძლება არ ეთახმამოდე, მაგრამ მე მგონი პირადი გამოცდილებიდანაც მეც შემიძლია დავეთახმა, რომ დაშორების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის მის კომუნიკაცია და უბრალოდ ხო, მის კომუნიკაცია ისაც კომუნიკაცია არ გაქვს ადამიანებთან, ან არასწორი კომუნიკაცია გაქვს. კი ბატონო. სრულიად პირველი მიზეზი დაშორების. სრულიად ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ მე გამოცდილება მაქვს როგორც წყვილებთან მუშაობის, თერაპიული ნაწილის, ისე ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, თერაპიული ნაწილის და იქ ძირითადი რა არის, რომ პარტნიორები, ესე ვთქვათ, წყვილები ერთმანეთს პრაქტიკულად არ იცნობენ. როგორც რას გულისხმობ არ იცნობენში. გულისხმობ იმას, რომ არ არის საუბარი, არ ხდება გაზიარება შინაგანი განცდების, არ ხდება მცდელობა იცხოვრო სხვისით. მისით, პარტნიორით. ანუ იყო ხშირ შემთხვევაში ქალი იღებს ხოლმე ამ როლს, ქალიც იღებს ამ როლს და მამაკაცებიც იღებენ. ხო, ძირითადად შეიძლება ქალებმა გამოიყენონ ეს როლი, ძირითადად. მაგრამ მამაკაცებიც მათ შორის მონაწილეობენ. არიციან საკუთარი სხეული, არიციან პარტნიორის სხეული. ურთიერთობა მხოლოდ მეტყველებითი ნაწილი არ არის ურთიერთობა, ასევე არის სხეულებრივი ნაწილიც. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი არის. ანუ არ ხდება და არის მომენტი მქონია გამოცდილებაში, რომ შეიძლება წლები ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ ობიექტურ რეალობაში რაღაცა კრიზისული პერიოდში აღმოჩნდა, რომ მე ვცხოვრობ ვიღაცასთან, ვისაც არ ვიცნობ. მაგრამ სინამდვილეში, ჩემ აღქმაში, სინამდვილეში ეს ცოდნა იყო, რომ მე მასთან ურთიერთობა არ მიდოდა და იყო განდევნილი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მე ვცხოვრობ კაცთან, ამ ცხოვრობ ქალთან და ამბობს, რომ ის შეიცვალა 5 წლის მერე, გახდა, რა ვიცი, უფრო ცივი, ან უფრო, რა ვიცი, უფრო უყურადღებო, ან უფრო მეტად სინამდვილეში თუ გადახედავს ის ადამიანები საკუთარი პერიოდს, აღმოჩნდეს, რომ აირჩიეს მამაკაცი, ან აირჩიეს ქალი, რომელიც სრულიად შეესაბამება იმ პროცესს, რაც 5 წლის მერე დაეჯახდნენ. ეს შეხვდნენ. მოლოდინი ამის უნდა ყოფილიყო თუ რაციონალურად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ერთგვარად რა არის ყველაზე საინტერესო, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ წყვილებთან ურთიერთობაში, ანუ სიყვარულში, ესე ვთქვათ, აღარ თავისუფალი არჩევანი. ანუ გულისხმობს, რომ მე ვირჩევ ვიღაცას, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ეს არის ჩემი ეს თავისუფალი ნება არ მაქვს, როგორც ასეთი ცნობიერ დონეზე. ეს არის ჩემი არაცნობიერი დონე, არაცნობიერი არჩევანი, რომელიც უკვე განსაზღვრული მქონდა
გარკვეული პერიოდის მიერ და შექმნილი იყო ეს სცენარი ჩემს არაცნობიერ ნაწილში. ანუ პრაქტიკულად თავისუფალი ნება როგორც ასეთი ჭალებში არ არსებობს თუ შევხედავთ და არსებობს წინასწარ განსაზღვრული სცენარი, რომელიც მე რაღაცა პერიოდის დროს გადავწყვიტე და ჩემი ურთიერთობა ზუსტად იმ ადამიანთან დავაკავშირე, ვინც ქონდა გარკვეული გამოცდილებიდან, ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან მიღებული იმ ხატთან. ერთი აღვნიშნეთ კომუნიკაციის ნაკლებობა და მეორე მე მგონი, ახლა რომ წამოყვა საუბარში, ეს არის მე როგორი ადამიანიც მინდა მყავდეს, იმ როლს ვარგებ არსებულ ადამიანს და ვთვლი რომ შევცვლი ისე და ჩემს იდეალურ მამაკაცს ან ქალს მოვარგებ შევცვლი. ანუ წყვილი როცა იწყებს ურთიერთობას, ამას წინასწარი მიზანი აქვს რომ მეორე ადამიანის შეცვალოს. ისიც ალბათ ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში და ალბათ არა მარტო საქართველოში. წყვილი როდესაც იწყებს ურთიერთობას და ჩდება განცდა იმისა რომ მე რაღაც არ მომწონს და ის უნდა შევცვალო. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება დაუშვას ადამიანმა. იმიტომ რომ მეორე ადამიანის ცვლილება თავისი სტრუქტურით შეუძლებელია. ვერავინ ვერ შეცვლის. ერთადერთი გზა ცვლილების და არა ადამიანის, არამედ ურთიერთობის ცვლილების არის, როცა მე ვცვლი ჩემს მიდგომას მის მიმართ და ასევე ჩემს მიდგომას საკუთარი თავის მიმართ. როგორც კი მე ვცვლი ამას, იცვლება ჩემს გარშემო ყველაფერი. იმიტომ რომ იცვლება ჩემი დამოკიდებულება იმ გარემოების მიმართ, რომელშიც მე ვარ. და რომელიც მე შეიძლება აღარ მოგწონდეს და უნდა წახვიდე. ან მოგწონს და ხო, ცვლილება რა არის? ხო, აუცილებელი არის ცვლილება იყოს მაინც და მაინც პოზიტიური ნაწილი. მაგალითად, ცვლილება მე შევცვალე და დავრჩი მეუღლესთან, ხო, ან პარტნიორთან. ან მე შევიცვალე და მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა არ ჩემთვის არის ჯანსაღი, არ ჩემი პარტნიორისთვის არის ჯანსაღი და ორივე რაღაც ისეთ სივრცეში აღმოჩნდით, რაც დამანგრეველია. ამიტომ ცვლილება რა არის, რომ მე ვდგები და მივდივარ. ვთავრებ ურთიერთობას. ეს არ არის კატასტროფა. ეს პირიქით, ეს არის ის პროცესი, როცა მე ვიწყებ ახალ მდგომარეობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურია. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთშიც და მეორეშიც. მან მე მოდის ხოლმე იმის გააზრება, რომ ოკეი, სიტყვაზე რაღაცა ჩემს პარტნიორში არ მომწონს. მაგრამ შემოდის ის, რომ წყულში ვართ, რაღაცა მე უნდა დავთმო, რაღაცა იმა უნდა დათმოს. რაღაც დონეზე ეს ნორმალურია, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, რომ პარტნიორები ან ერთი ითხოვს მეორესგან ძალიან ბევრ დათმობას, ან ერთ-ერთი თავისთავად ძალიან ბევრს თმობს, რაც მეરે უკვე დაჩაგრულის პოზიციაშია და ურთიერთობასაც აფუჭებს. თუ არის სადღაც რაღაცა სხვარი, რაც შეიძლება რომ მაგალითად შეიძლება ჩვენს მაყურებელს რჩევის სახით მივცეთ, რომ მე მქონია რაღაც, აი მაგალითად ბოლო ურთიერთობაში და რადგან უკვე ცოტა დიდ ასაკში დავიწყო, ფიქრობდი რომ მოდი რაღაცებს დავთმობ, რაღაცა ეს ნორმალურია, მაგრამ მე უკვე მოთხოვნა წამოვიდა და მისი სიტყვები შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შეიძლება ჯიუტი ხარ, მაგრამ ჩემთან თმობ. მე რაღაცების ხარჯზე მიღირდა, მაგრამ გავიაზრე, რომ მან ეს არასწორად მიიღო და მიიღო ის, რომ ოკეი, შემიძლია რომ მე პირობითად ვიკა დავჩაგრო რაღაცაებში და რაღაცა უფრო სხვანაირად აღმიქმა, რაც მე ეს დამოკიდებულება მე უკვე აღარ მომეწონა. აი სწორად რომ მივყვეთ, სად უნდა დავთმოთ სწორად და სად არ უნდა დავთმოთ სწორად. ხო. აღარ უნდა დავთმოთ. პირველი ალბათ ეს როგორც უკვე ბრუნდებით იმ ნაწილში, სადაც აუცილებელია საუბარი. საუბრობთ. შემდგომ, როცა ურთიერთობაში ვართ, ვიზრდებით. რაც გულისხმობთ ურთიერთობაში, როცა ვიზრდებით. წყვილთან შორის ურთიერთობა არის ორი სხვადასხვა სუბკულტურის, ესე დავარქვათ. სუბკულტურის მატარებელი ადამიანების ურთიერთობა, რომელიც გაიზარდა ორ სხვადასხვა ოჯახში, რომელიც ატარებს, ვიცი, უამრავ ისტორიულ ნაწილს და არის სოციომემკვიდრული ნაწილი საკუთარი ოჯახის. და როგორც კი ეს ურთიერთობა ერთმანეთთან იწყება, პირველი ეტაპი აი ამ ახალი სუბკულტურის, ასე ვთქვათ, ახალი ოჯახური კულტურის ჩამოყალიბება, ეს ვთქვათ, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ხდება ამ ორ ადამიანში. ეს ზრდის პროცესი არის. ამ შემთხვევაში ხდება ერთგვარი მცდელობა ძალაუფლების გადანაწილების. დავარქვათ პირობითად. მე, შენ, ეს პროცესი უბრალოდ არის, რომ ხელშეშელი არის ამ ურთიერთობის განვითარებაზე. აუცილებელია საუბარი და აუცილებელია იმ ნაწილის თმობა, რომელიც რაშიც მე შემიძლია ვიყო კომფორტული. ანუ მე არ თმობ ჩემს თავს.
მე ვთმობ რაღაც კონკრეტულ ქცევას, რომელიც მისთვის მიუღებელია, როგორც ის თავს რაღაც კონკრეტულ ქცევას, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თქვი რომ არ გავაკეთებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალანზე ეს ქცევა, რომელიც ჩემში გამჯდარია როგორც პიროვნებაში, ან ჩემი ხედვა, რომელიც ჩემში გამჯდარია როგორც პიროვნებაში, ასე უცბად გაქრეს. და მიმღებლობა ზუსტად რა არის ურთიერთობაში, ხო? და სიყვარულსაც ვლაპარაკობ, რა არის, ხო, რომ ვიცი რომ მასაც და მეც რაღაც კონკრეტული შინაგანი არსებული პროცესები მიმდინარეობს, რომელიც განპირობებულია გარკვეული დრამული გამოცდილებიდან, ან გარკვეული ცხოვრებისეული ისტორიებიდან და დღეს რაღაც ერთგვარ სიმპტომის სახით, მოდი ესე ვთქვათ, სიყვარული შეიძლება გავიყვანოთ როგორც სიმპტომის სახით, ჭყალებში რა თქმა უნდა, განვითარდეს ამ ურთიერთობაში. ანუ მე ავითარებდი ჩემი მშობლების ურთიერთობას, პირობითად ვლაპარაკობ, ჩემს პარტნიორთან, როგორც ჩემი პარტნიორი ავითარებდეს თავისი მშობლების ურთიერთობას ჩემთან იმის შიშით, რომ აი მე თუ დავთმე ახლა დედაჩემმა როგორც დათმო რაღაც, ან მამაჩემმა როგორც დათმო რაღაცა, იგივე დამემართება. ეს შიში მე ხელს მიშლის ურთიერთობაში. და ზუსტად აი ამ შიშზეა სამუშაო და ერთადერთი გზა ამის არის გაცნობიერება. ანუ მიღება იმ პროცესის, რომ დღეს მე არ ვეჯიბრები, დღეს მე მინდა ურთიერთობის დალაგება და თუ მე მინდა ურთიერთობის დალაგება, რაღაცებისთვის მზათავარ. და როცა ვთმობ რაღაცას, მე ვამბობ, რომ იცი რა, მე აი ეს შემილი. ეს ამ ეტაპზე არ შემილი. მზაობა ძალიან უჭერს ჩემი განმოსახედიდან საქართველოში მამრობით სქესის წარმომადგენლებს გარკვეულ წილად. მესმის რომ შეიძლება ეს იყოს განპირობებული ძალიან ბევრი რაღაციდან გამომდინარე და ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებ. პირველ რიგში ეს ალბათ ეს არის სოციოეკონომიკური მდგომარეობა. იქიდან გამომდინარე რომ თუნდაც ანაზღაურება ადამიანების არ არის ისეთი რომ დღევანდელ სამყაროში შექმნას თუნდაც მზად იყო ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა რომ ეხლა უფრო მეტად ქალებიც უფრო მეტი ქალია დასაქმებული, უფრო კარგი ანაზღაურება აქვს, უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ეს იყო პირობითად 15-20 წლის წინ. ანუ მზად არიან პარტნიორულად თუნდაც გადაინაწილონ პასუხისმგებლობები. ძალიან ბევრი თუნდაც ჩემი მეგობრისგან იმ სოციუმში, სადაც მე ვარ, ხშირად არის ხოლმე რომ მზად ყოფნა არ არის რაღაც გარკვეულწილად მამაკაცების მხრიდან. მე ეს ქალებიც არიან ის რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ და სადღაც მე დამთხოვა ვეღარ ხდება ხოლმე რაღაცა ასაკში და ხშირად ნომერ პირველი ალბათ რაც მართლა გულახდილად რომ გააჩერო ჩემი თაობის წარმომადგენელი თუნდაც ჩემზე პატარა ან კიდევ უფრო პატარა ნომერ პირველი პრობლემა არჩება ურთიერთობები. ურთიერთობების პრობლემა. აქ რა შეიძლება ითქვას ამას, ხო? პირველ რიგში ალბათ ის რომ არა მარტო სოციოეკონომიკური ნაწილის პრობლემა არის. ანუ მე რა სტატუსი მაქვს საზოგადოებაში, ან ეკონომიკურად როგორი შემოსავალი მაქვს. ფიქრობ რომ ეს ბევრად უფრო მეორე ხარისხოვანია. როცა ვლაპარაკობთ ურთიერთობაზე წყვილებს შორის ან ოჯახზე როგორც ასეთზე. როცა ვლაპარაკობთ მზაობაზე, აქვე მოდის პასუხისმგებლობა. და როცა ვლაპარაკობთ პასუხისმგებლობაზე, გარკვეულწილად შფოთვა ისა რომ მე რომ პასუხისმგებლობა რაღაცაზე ავიღო თავისუფლების ილუზორული, ეს თქვა თავისუფლების დაკარგვასთან მაქვს ასოცირება. ეს შეიძლება ქალებისგანაც გამომდინარეობდეს, რომელიც სიტყვაზე პასუხისმგებლობას კებოდის სივრცეს უზღუდავს და შესაბამისად მეტ პასუხისმგებლობის აღების სურვილს კი არა ძლევენ, უფრო მეტად მეტი პასუხისმგებლობის აღების, არ ვიცი როგორ თქვა, აიძულებენ რომ აიღონ მამაკაცებმა მეტი პასუხისმგებლობა გარკვეულწილად. ყველაზე არ ვსაუბრობ რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია რომ საქართველოში და ალბათ არა მარტო საქართველოში, მაგრამ მე ამ კულტურაში და ამ საზოგადოებაში ცხოვრობ და ვიცი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ძალიან დიდი პრობლემა ბევრ ახალგაზრდაში. მე ვფიქრობ რომ ეს ამ საუკუნის ესე ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება ითქვას, ეს არის ნარცისული ნაწილი. იმიტომ რომ თვლი რომ ეს საუკუნე რაღაცა ერთგვარი ნარცისული ნაწილის გამოვლინების საშუალება გახდა. როცა საუბარი არის რომ მე ყველაფერი შემიძლია, პირობითად ვლაპარაკობ, მე რაც სურვილიც ამაქვს ყველაფერი უნდა დაკმაყოფილებული იქნას. ანუ ჩემს სურვილზე მე არ ვიტყვი უარს, იმიტომ რომ ყველა არჩევანი მე უნდა
ავირჩიო, ერთი რომ ყავს მინდა რომ ყავდეს ბევრი და ეს პრობლემა ზოგადად არ განპირობებულია ამ ახალი სოციოკულტურული ნაწილის ჩამოყალიბებაში. ამ საუკუნის პრობლემა შეიძლება დავარქვათ. იმიტომ რომ არჩევანის გაკეთება ყოველთვის ნიშნავს რაღაცაზე უარის თქმას. და ხშირ შემთხვევაში ადამიანს ამისი სურვილი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაცაზე უარის თქმა ნიშნავს დანაკარგის განცდას და დანაკარგის მიღებას. ამიტომ მე თუ ვაპირებ გავაკეთო არჩევანი კონკრეტულ ადამიანთან ვიცხოვრო, ჩემს ფანტაზმში ესე თქვა ვითარდება. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, ჩემს ფანტაზმში ვითარდება ესეთი რაღაცა, რომ სხვების ხომ არიან, ანუ ვაკეთებ ჩემს არჩევანს სწორად თუ არა. მინდა ეს კიდევ თავისუფლება მირჩენია. მაშინ მე კითხვა მიჩნდება რა არის თავისუფლება როგორც ასეთი მისი აღქმით, ხო? ეს არის რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ჩემს ქცევაზე, მათ შორის მე თავისუფლება ჩემს არჩევანზე. და რომ მე ვიწყებ ურთიერთობას და შევდივარ წყვილურ ურთიერთობაში, პარტნიორულ ურთიერთობაში თუ ქმნიო ოჯახს, მე თავის თავში მომდის შემდგომი ფიქრები, ანუ მე ვერ ვიქნები ისეთი როგორც აქამდე ვიყავი ჭყალებში. მე ეს თითქოს ილუზიები რომელიც დათმობაც მე არ მინდა. და რატომ უჭირთ საქართველოში ამის დათმობა? იმიტომ რომ აღქმაში რომ მე მყავს ოჯახი, ნიშნავს აღქმაში იმას რომ მე ისეთი თავისუფალი ვერ ვიქნები როგორც აქამდე ვიყავი. ეს პრობლემა. რატომ არ იყო მაგალითად იგივე ჩემი მშობლების თაობაში ეს? თქვენი მშობლების თაობაში და ჩემი მშობლების თაობაში ეს იყო. უბრალოდ იქ იყო მკაცრი კულტურული გადანაწილება, რომ ოჯახი აუცილებელი იყო და იქ ამის გარდა მკაცრი კულტურული გადანაწილება იყო ურთიერთობა შორის. ცოლსაც, ქმარსაც, ყველა თავისი ადგილი ჰქონდა, რაღაცას მეტი, რაღაცას ნაკლები. მაგ პერიოდშიც იყო ეს. ოღონდ ასე მძაფრად არ იყო. აქ იყო განმაპირობებელი რომ კულტურა ერთგვარად აიძულებდა, ერთგვარად აიძულებდა რომ გაეკეთებინა ის ნაბიჯი, რაც აუცილებელი იყო. დღეს ეს ამას კულტურა არ აიძულებს. ანუ დღეს კულტურა ამბობს, ანუ რაც დრო გავა, უფრო ნაკლები ოჯახი შეიძლება უყავდეს, უფრო ნაკლები. მე იმედია რომ ასე არ იქნება. მე იმედი მაქვს რომ ასე არ იქნება, იმიტომ რომ ოჯახი ეს ის სისტემა, რომელიც არა მარტო სიმბოლური სტრუქტურა, არამედ ოჯახი ეს არის ნაწილი, სადაც ადამიანი იზრდება, ვითარდება, ქმნის გარკვეულ ჩარჩოებს არა მარტო კულტურალურს, არამედ ურთიერთობის დონეზე, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვიცით რა არის, რა ხდება ხო ურთიერთობაში, საიდან მოდის, როგორი ურთიერთობა მაქვს მე პარტნიორთან, როგორი ურთიერთობა მაქვს მე გარემოსთან, როგორი ურთიერთობა მაქვს საკუთარ თავთან, ეს მოდის ოჯახის სტრუქტურიდან, სადაც მე ვიზრდები. სადაც მე მაძლევენ სიყვარულს, ან მეუბნებია რომ შენ თუ გინდა რომ მიიღო სიყვარული, უნდა დაიმსახურო, საინტერესოა ხო? მე რა ხდება, მე ურთიერთობაში რას ვაკეთებ? მე ურთიერთობაში ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელიც მაგრძნობინებს თავს, რომ სიყვარული მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ სიყვარული მე დაიმსახურო. და ხშირ შემთხვევაში მე სვამ კითხვას, თუ მას არ უყვარვარ, ესე იგი მე არ ვიმსახურებ. და ეს განცდა მე მანგრევს, რომ მაყენებს ჭრილობას, ესე იგი ერთს არ უყვარვარ, ორს ან პარტნიორული ურთიერთობა არ გამომდის, ესე იგი ნიშნავს რომ ესე იგი მე ისეთი ადამიანი, ისეთი ჭყალებში ცუდი ადამიანი ვარ და ვერ გავაკეთე ისეთი რაღაცა გრანდიოზული დიდებული, რომ დავემსახურებინა ვიღაცის სიყვარული. და სინამდვილეში ვისი სიყვარულის დამსახურება მინდოდა მშობლის, რომელსაც მე ვეძებ ყველა დანარჩენში. ან მაგალითად როცა მე ვიცი რომ ეს სიყვარული ჩემს ოჯახში ეს სიყვარული იყო არათანმიმდევრული, ან გადანაწილებულად არათანმიმდევრული, ანუ გულისხმობ გამოხატვის დონეზე და არა გულისხმობ გრძნობის დონეზე, იმიტომ რომ მე შეიძლება გრძნობდეს სიყვარულს ჩემი შვილის მიმართ, მაგრამ არ ვეფერებოდი, იმიტომ რომ ჩემი გამოხატულება არ იყოს. არ გქონდეს იმისი უნაირო გამოვხატო ეს რაღაცა კონკრეტული მიზეზების და გამო. ამიტომ ეს ჩემში რას იწევს, რომ მე ვიწყებ ძებნას ცივ ურთიერთობა, შეიძლება სადაც სიყვარული უნდა მოვიპოვო, რა ვიცი, თები რო გადავატრიალო, ანუ რაღაცა actions, ხო, რაღაცა მძაფრ ემოციას. ხო, შეიძლება ჩემი ოჯახური ურთიერთობა იყოს ცივი ზოგადად. მაგალითად, ჩემი მშობლები საერთოდ არ ურთიერთობდნენ. მთელი თავისი 20 წლის თანაცხოვრების პერიოდში და მე არ ვიცი რა არის ურთიერთობა, ხო? მე არ ვიცი რა არის სიყვარული, ამ შემთხვევაში მე ხო ვერ ხვდები
მათ უყვართ თუ არა ერთმანეთი, იმიტომ რასაც მე ვხედავ, ეს არის რომ არ ლაპარაკობენ, რასაც მე ვხედავ, რომ ცოტა დისტანცირებულები არიან, თუ ნახე რომ ისინი ცალ-ცალკე წვანან, იყო ესეთი პერიოდებიც, ხო? ყოლია პაციენტები, რომლებსაც ოჯახებში მშობლებს საერთოდ ურთიერთობა არ ქონია წლობით. ამ ყველაფერსაც ვხედავ, ჩემში ყალიბდება რაღაცა კონკრეტული განცდა ურთიერთობის მიმართ. ანუ ასეთი უნდა იყოს თუ უფრო რაღაცა მძაფრი აქტიური და ხშირ შემთხვევაში მე მინდა რომ ასეთი არ იყოს განცდის დონეზე ყოველ შემთხვევაში გაჟღერებული სურვილები არ მინდა ჩემი მშობლებისნაირი ურთიერთობა მქონდეს მაგრამ რა არის საინტერესო რომ მე ხშირ შემთხვევაში ვიმეორებ იმას რაც ჩემს სცენარში დაიწერა და გამოდის რომ რა მაქვს სურვილი რომ სურვილი მაქვს ვიყო რაღაც კონკრეტულ იმ წრეში განმეორება წრეში რომელიც პროექცირებს სხვა პარტნიორთან. ანუ ჩემს პარტნიორს. აი გუნდა მეთქვა, სხვათა შორის ახლა რომ საუბრობდი, ყავს დედა, რომელსაც ესე ემოციურად უჭირს გამოხატვა სიყვარულის და ხშირად მიფიქრია ამ ყველაფერზე და რეალურად რაც შენ თქვი, რომ ეხლა ძაფ სიუჟეტიან თავგადასავალს იღწვის ამ თავგადასავლისკენ, იყო ჩემ რაღაც პერიოდები, როცა მართლა ესე იყო და ალბათ ეს იყო ამის გამაპირობებელი. ამიტომ ხშირად მაგალითად იგივე ჩემს მშვილს ვეუბნები რომ მიყვარხარ, ანუ ეს მან უნდა იცოდეს ალბათ ბავშვობიდანვე რომ გარშემოყოფებს უყვართ. ისე იმას ანიშნავს რომ დედაჩემს ან არ ვუყვარდი ან არ ვუყვარო არ უბრალოდ ის ადამიანია რომელიც ესე ღია და თამამად კარგად ვერ გამოხატავს ბევრი რაღაცა მიზეზის გამო თუმცა ამას ყოველთვის გრძნობდი დღემდე გრძნობ რა თქმა უნდა მის სიყვარულს. წეგენ ახსენე განმეორებით ციკლში ხვდებით. ხშირად არის და ფიქს მქონია რომ ერთი პარტნიორის რაღაცა მქონდა ურთიერთობა არ მომწონდა მაგრამ მეორეც მსგავსი პარტნიორი. მესამე, მეოთხე რაღაცა, აი რა ვიცი, ასაკის პერიოდი იყო რაღაცა, ეხლა ნაკლებად შეიძლება იგივეში შეიძლება მეგან ვითარდი და ამიტომ გამოვედი იმ წრიდან, არ ვიცი, თუმცა არავინ არ იცის ხოლმე რა მოხდება. ბევრს უთქვა მსგავსი, ეს არ არის მარტო ჩემი პრობლემა, რომ ერთ წრეზე ერთ და იგივე ტიპის ადამიანებთან ხვდებიან. რატომ? ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამისი. ამ კონკრეტული ერთი არ არის ყოველ შემთხვევაში. და ეს განპირობებულია შემდგომი რამისგან. პირველი რა მინდა? ან გულისხმობ იმას, რატომ ვირჩევ ამ მდგომარეობას. არა როგორც პარტნიორს, არამედ მდგომარეობას. ანუ რას ვათამაშებ. იმიტომ რომ ეს არის თამაში, სცენარის ნაწილი არის. და რომ დავაკვირდეთ ეს თითოეული ეს პარტნიორი ძალიან გავს ერთმანეთს, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ქცევითად გავდეს ერთმანეთს და თუ ცოტა შორს წავალთ, ეს პარტნიორები მახსენებს ვიღაცას, ვისთანაც მე თავის დროზე, ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი იყო, შეიძლება მშობელი იყო, შეიძლება ბიძი იყო, შეიძლება ჩემი წარმოდგენის რაღაცა ნაწილი იყოს. გავს. ან მასთან მსგავსება არის. მაგრამ საინტერესო ისე ის, რომ მე არ მინდა ურთიერთობა, არამედ მინდა ვითამაშო ჭყალებში, არა გაცნობიერო, კი არ ვზივარ და ვფიქრობ ამაზე მე უნდა ვითამაშო დღეს ურთიერთობა, არა. ჩემს სცენარში მე მინდა ვითამაშო კონკრეტული განცდა, რომელიც გამომუშავდება ამ პარტნიორულ ურთიერთობაში, როგორც დასაწყისში, ისე სასრულში. ანუ დანაკლისის განცდა მათ შორის, მაგალითად, მე ვიღებ ურთიერთობას, სადაც ვიცი, თავიდანვე ვიცი, რომ ეს ურთიერთობა დასრულებადი. მაშინ კითხვას ვსვამ, ხო, რატომ ვირჩევ ურთიერთობას, რომელიც თავიდანვე განპირობებულია დასრულებით. იმიტომ რომ აქ ბევრია, ერთი რომ მე უნდა განვიცადო ეს დანაკლისის განცდა და საჭიროებაა რაღაცა, ეს ერთი. მათ შორის შეიძლება იყოს მაზოხისტური, მეორე განცდა მაქვს თითქოს და ამით რაღაცას შევცვლი. და ესე ვთქვათ, ჩემს ნარცისული განცდა მაქვს, რომ მე ჩემს პარტნიორს ამას მოვერევი. ანუ ჩემთან უფრო დიდხანს იქნება, ვიდრე მაგალითად სხვასთან. მე მაგალითად სხვანაირი ვარ და ეს დამეხმარება, რომ ესე ვთქვათ, გადავტეხო პროცესს. მაგრამ მე არასდროს ვიტყვი, რომ ჩემი ურთიერთობა ამასთან დასრულდება. მაგრამ განცდის დონე სადღაცას უკან ეს შფოთვა არის. და კიდევ არის ერთი საინტერესო შფოთვა, რომელიც დაწყებიდან ურთიერთობის, რომელიც გაცნობიერებული მაქვს, ერთგვარად გააზრებული მაქვს. მე შფოთავ რომ არ დამთავრდეს. და ეს შფოთვა იმდენად დიდია, რომ მირჩევნია საბოლოო ჯამში გავაკეთო ყველაფერი, რომ ეს
დასრულდეს, ეს შიში დასრულდეს. იმიტომ რომ ამაში მე აღარ შემიძლია ყოფნა. და საინტერესო არა იცით რომ არიან პარტნიორები, რომლებიც დიდ ინვესტიციას დებენ მეორე პარტნიორთან. ანუ მაგალითად მე ყველაფერს ჩავდებ იმაში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თუ მე ყველაფერი ჩავდებ, მაშინ ის არ წავა. იმიტომ რომ ფინანსური, სიყვარული, რა ვიცი, ჯანმრთელობა, ყველაფერი გამოვზრდი, მოდი ასე ვთქვათ. ხო, იქნება წარმატებული, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მაგრამ საინტერესო რა იცით რომ და რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ ეს ჩემს განცდაში ნიშნავს რომ ის ჩემგან არ წავა. რომ მე ვინვესტირდები, ამით შემიძლია, ასე ვთქვათ, გაუკმაყოფილო ყველა სურვილი. და სინამდვილეში ეს ასე არ არის. და სინამდვილეში, როცა პარტნიორი მიდის, მე იწყება მძაფრი ემოციური მდგომარეობა, როგორც ეს მელანქოლიზაცია. იმიტომ რომ ლიბიდო, რომელიც ჩემს შიგნით იყო, ყველაფერი ჩავდეს სხვაში და როცა ის მიდის, მე მივტირი არა პარტნიორს, რომელიც წავიდა, არამედ ყველაფერს იმას, რაც ამ პარტნიორმა წაიღო. ან თუ არ წავიდა, ან გონია რომ მაინც ესეთი წყული ბედნიერი იყოს. მათ შორის კი, ხშირად შეიძლება ვერ წავიდეს ესეთი ადამიანი. მაგრამ მაინც არ არის დავაბა და არც ის იქნება ბედნიერი, არც მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა იქ მუდმივი წამოძახილი იქნება რა. აი საინტერესო ის როცა ყველაზე მეტად რომ მე შინ გაპატიე რაღაცა და მე რაღაცა 2 თვეში ერთხელ ან 3 თვეში ერთხელ ყოველ გაბრაზებაზე წამოძახება. აი გახსოვს შენ რომ იქ ეს არ გააკეთე. ნუ ხო თქვით რომ ერთმანეთს ვაპატიეთ, მაშინ რაღაცა საჭიროებს ამისი ესე ვთქვათ მუდმივი გამეორება და ამ ციკლში ყოფნა. ეს ხომ ერთგვარი ციკლია, მე არ გავდივარ აქედან. და ეს არავის არ სიამოვნებს, არც მე რომელიც ვამბობ ამას თავის დავა და არც ის რომელიც იგებს ამ ყველაფერს და ურთიერთობა რა არის? არა წამოძახილი, არა შენიშვნა, არა რაღაცა ნიშნის მოგებითი საუბარი, არა რაღაცა სადამსჯელო აქტი, არამედ ურთიერთობა არის გრძნობებზე საუბარი, ჩემს განცდებზე საუბარი. მე რას გრძნობ ახლა? იმიტომ რომ შენ ცუდი ხარ, რა შენ ცუდად მე. არა, უბრალოდ ეს ამ ქმედება, ეს გრძნობა მომიტადა. და მე მირჩევნია რომ ეს არ ყოფილიყო. რახან ეს არის, მოდი მოვაგვაროთ, ხო? ეს არის ურთიერთობა და არა შენს გამო, იმის გამო, ამის გამო. მეტყველებითი აქტი უნდა იყოს სწორად შესწავლილი. ისევ კომუნიკაციასთან მივაჩნდით. თქმა უნდა, იმიტომ რომ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. და როცა ვლაპარაკობთ, საუბრობთ იმას, რაც ხშირ შემთხვევაში არა იმას, რაც გვინდა რომ ვთქვათ, არამედ იმას, რაც ჩვენს უკან დგას. გარკვეულწილად. ერთ საკითხსაც მინდა ვისაუბროთ. ეჭვიანობა. არის თუ არა ეჭვიანობას აქვს თუ არა ზღვარი. შეიძლება თუ არა ეჭვიანობა რაღაც დონეზე იყოს ნორმალური და თუ კი მაშინ როდის აღარ არის ეს ნორმალური და როდის არის უკვე ეგრეთ წოდებული red flag-ი, რასაც ვეძახით. იმიტომ რომ მე პირადად არ მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ ვიცი რომ ესეც ჩემს გარშემო ძალიან აქტუალურია ეჭვიანობის თემა. ხშირად წყულები აი რა არის ზღვარი? კარგი კითხვა იქნება ასეთი, რა არის ზღვარი? ანუ რას გულისხმობთ რომ მე თუ ვეჭვიანობ, სად არის აქ ზღვარი? რაზე ვეჭვიანობ? იმაზე რომ დრო არ დამითმო თუ იმაზე რომ ვიღაც მის მეგობართან ერთად სადღაცას წავიდა. ანუ რა ზღვარზე გვაქვს საუბარი? გულისხმობთ, ანუ ეს უფრო ფილოსოფიური კითხვა არა. სწავლებენ და მე აკეთებენ ეს რაღაცას. ძალითაც აეჭვიანებენ, მაგრამ თუ ზედმეტი მოსდის ადამიანს, მე უკვე დაშორების მიზეზი ხდება. ჩემი გადასახედიდან. აქვს ამას ზღვარი რა. ჩემი გადასახედიდან არც ერთი ქმედება რომ ვიღაცა უნდა ვაეჭვიანო და არც მეორე რომ ვარ ეჭვიანი, აქ არ არსებობს ერთგვარი ზღვარი. იმიტომ რომ როცა მე ვიწყებ ეჭვიანობას, იქ ფთარდება რაღაცა კონკრეტული რაციონალური ნაწილი. იმიტომ რომ აქ მოდის მე ძალიან ბევრი ფაქტორი. თუ ხასიათიც მით უმეტეს ყველა სხვადასხვა ხასიათობრივი სტრუქტურა აქვს. თუ ხასიათობრივი სტრუქტურაც მაგ აწყობილი უნდობლობით ნაწილზე სამყაროს მიმართ, იქ ზღვარი იშლება. და მე ვეჭვიანობ ყველაზე და ყველაფერს და ეს უფრო მოდის არა გარეთა პროცესები და არამედ ჩემი შინიდან. იდეაში მე ვეჭვიანობ იმ ნაწილზე, რაც მე მაკლია. ანუ ჩემ შინაგან და ნაკლისზე და არა იმაზე თუ ვინ არის ჩემ წინ. ჩემ წინ, იმიტომ რომ მე ჩემში მაქვს განცდა, რომ რაღაცა მაკლია. და ეს დანაკლისის გნობა ყველას აქვს მერწმუნედ. უბრალოდ ვიღაცასთან მძაფრად რეაგირებს, ეს ვიღაცასთან არა.
და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვდივართ ქვეყანაზე, რა ვიცი, ერთჯერ და ამისთვის რომ ხარჯოთ დრო, ვიეჭვიანოთ ვიღაცაზე და ამით ვიტანჯოთ თავი, ამ ურთიერთობაში ყოფნით, ამას ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. ობიექტურ რეალობაში ეს არის საკუთარი პირველ რიგში საკუთარი თავის ხელშემშლელი პროცესი. საკუთარი თავის ტანჯვაში ყოფნა. მნიშვნელოვანია ალბათ ვურჩევდი ესეთ ადამიანს თერაპიული ნაწილი გაიაროს ფსიქოთერაპევტთან ალბათ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თერაპიული ნაწილი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს აუცილებელია. და აქ მოდი ასე ვთქვათ, ზღვარი იქნება სიმძაფრეზე ალბათ გავლებული. რამდენად მძაფრი მდგომარეობა. ხანდახან ეჭვიანობა შემოდის თვითონ კონტროლში. მე ვაკონტროლებ და მე შინია რამე არ გამომეპაროს და პრევენცია მოვახდინო. სინამდვილეში ეს ტყუილია, იმიტომ რომ რატოა ილუზია? იმიტომ რომ არაფერი გაკონტროლებადი არ არის. რაც ჩვენს მიღმა, ყველაფერი ჩვენს კონტროლს მიღმა. ერთადერთი რაც გაკონტროლება შეგვიძლია, ეს არის საკუთარი განცდების, ფიქრების, შეგრძნებების, თორე სხვა დანარჩენი ყველაფერი ჩვენს მიღმა მდგომარეობაში არის და მისი პრევენცია როგორც ასეთი შეუძლებელია. მე მგონი მეტად საკითხს ვისაუბრეთ, რაც ურთიერთობებს ეხება, მაგრამ მე მინდა ერთი პირადი შეკითხვა დაგისვა. კი ბატონო. შენი მეუღლეც არის ფსიქოთერაპევტი, როგორც შენ, ფსიქოლოგი. ბევრ სხვა საქმიანობას, საუნივერსიტეტო საქმიანობასაც ეწევა. მაგრამ ერთ-ერთი სამსახური გაქვთ ერთად. დღეს ძალიან დიდ ნაწილს ატარებთ ერთად. ხალხშიც ერთად, სამსახურშიც ერთად. ძირითად შემთხვევაში. როგორია პირადი გამოცდილებით და ზოგადად რა რჩევა გაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ერთი პროფესია ან ერთი სამსახური აკავშირებთ? იმიტომ რომ როგორც წესი უჭერთ ხოლმე მსგავსი ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება. ზოგადად რთულია. ნამდვილად რთულია, როცა ეს ვთქვათ, მეუღლეები როგორც ერთ სამსახურში არიან, იმიტომ რომ რა არის ხო, სამსახურში ჩვენ გვაქვს სოციალური როლი სხვა. როგორც ოჯახში ჩვენ გვაქვს სოციალური როლი სხვა. და როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში ჩვენ სოციალური როლი სხვა გვაქვს. კი ვართ ერთი პიროვნება, მაგრამ სხვადასხვა როლების მატარებელი ვართ ყველა ურთიერთობაში. ამიტომ არის გარემოებები, სადაც გამიჯნა ამ პროცესის ხშირ შემთხვევაში რთული ხდება. და ეს რა თქმა უნდა ხანდახან სამსახურში ხელშემშლელი შეიძლება გახდეს და ოჯახურ ურთიერთობაში ხელშემშლელი შეიძლება გახდეს. თუმცა როგორც აღნიშნე, ყველაზე კარგი საშუალებაა საუბარი. და როცა ვლაპარაკობთ საუბარზე, ეს არის გზა ჰარმონიისკენ, ხო? და რა არის ჰარმონიული მდგომარეობა იდეაში? ჰარმონიული მდგომარეობა ეს კი არის, რომ ყველაფერი მშვიდად არის, ყველანი კარგად ვართ, ვიცი, ყველავი ღიმით, ყველა ბედნიერი ვართ და ასე შემდეგ. არა, ჰარმონიული ურთიერთობა არის, როდესაც შენ გაქვს გარკვეული კრიზისები, ამ კრიზისებზე შეგიძლია ისაუბრო და ამ კრიზისების მოგვარებაში ხარ ორივე მხარე ჩართული. ეს არის ჰარმონიული ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს გეხმარება ისეთი რომ კომუნიკაცია უნდა შეძლოთ წესით. ხო, ალბათ, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ის ხარი რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? კონკურენცია არის ერთმანეთში, სადღაც რაღაც დონეზე. თქვენ წარმოგიდგენთ არა? არა. არ მქონია ყოველშვი. ამ ეტაპს მე აწი ვიფიქრებ ამაზე. მაგრამ არა, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ საქმეს აკეთებს და იღებს სიამოვნებას ამით და ის რეალიზირებულია ამაში და ბედნიერია. ესე იგი ბედნიერია. ესე იგი მე ვარ საფუძველი ერთ-ერთი, რომ ის იყოს ბედნიერი. მე ვეხმარები იმაში, რომ იყოს კარგად, როგორც ის მეხმარება ჩემ განვითარებაში და იმ პროცესში, რომ მე ვიყო ბედნიერი. თქვენ ახლა ჩემი განმოსახენან და ალბათ ესეც არის რეალურად განვითარების რაღაცა ერთ ეტაპზე ხართ მაინც პროფესიულადაც, ცხოვრებისეულად და ასე შემდეგ. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ეტაპზე არიან და ხვდებიან. იქ უკვე მოდის ხოლმე, თუნდაც ერთ სამსახურში არ მუშაობდნენ, მაგრამ მე მქონია პირადად ესეთი გამოცდილება, რომ მიგრძნია, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარესაც ვაკეთებ, შური ქონია და რა თქმა უნდა ის ურთიერთობა ვეღარ შედგა, მაგრამ აი შესაძლებელია რომ შეიძლება ის მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე იყოს. თუ აპრიორი თავიდანვე მსგავსი ურთიერთობა ვერ შედგება. კარგი სიტყვა არის მეუღლე. თავისი არსით. მეუღლეობამდე ურთიერთობა საჭირო, სადაც უფრო მეტი შურია ვიდრე შეიძლება მეუღლეობაში. ანუ აქედან ვიწყებ ესე ვთქვათ ურთიერთობის რაღაც საფუძველი, რომელიც სრულდება მეუღლეობით
და რატომ ვამბობ ამას, რატომ ვიწყებ აქედან. როცა ლაპარაკობთ, ჯერ ლაპარაკობთ მეუღლეზე, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომლებიც ხელს ვუწყობთ ერთმანეთს განვითარებაში. ანუ მე თუ ვარ ერთი საფეხურით მაღლა პირობითად, მე უნდა ვინ შემიწყო ხელი ერთი საფეხურით მაღლა დამგარიყავ. ვიღაცამ, ვიც მე მომცა საშუალება წავსულიყავი წინ. რახან მე ერთი საფეხურით მაღლა ვარ, მე ვალდებული ვარ, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემს გვერდით არის, ხელი შეუწყო, რომ იმ საფეხურზე დადგეს. რაც შეეხება ხა პარტნიორულ ურთიერთობას, წყვილებს შორის ურთიერთობას ყოველ შემთხვევაში, ან ესე ვთქვათ, მე რა მინდა? მე მინდა რომ მე ვიყო კარგად, ხო, ერთი მხრივ ჩემს ურთიერთობაში და ასევე მინდა ვყავდეს პარტნიორი, რომელიც ასევე არის რაღაცა წარმატებისკენ ორიენტირებული, ხო? ასევე რაღაცა განვითარების. ეს სამყაროს ხატავთ და რეალურ ცხოვრებაში შეიძლება სხვანაირად ხდება, მაგრამ ჩემი არსი რა არის ურთიერთობის. მე ვიწყებ იმასთან ურთიერთობას, ვით ზათ არის იმ ურთიერთობისთვის, რომ ორივე სადღაცას წინ წავიდეთ. ორივე წინ წავიდეთ, ხო და არა ის რომ მე წავიდე და ის მომყვებოდეს, არა ის მიდიოდეს და მე მიყვებოდე. ძალიან მომწონს ერთი კარგი ნაწარმოებია, რომელიც ყოველთვის თავში მიტრიალებს. მართალია რუსი მწერალია, მაგრამ ჩეხოვი არის სამცი ერთ-ერთი პატარა თავისი ნაწარმოებებით გენიალური არის ერთი ქვია ესე ნაწარმოების დუშეჩკა. ქაბატონის სახელია, რომელიც არის სრულიად მიწებებული, ისე ვთქვათ, საკუთარ მეუღლესთან და მეუღლის იქით ის არ არსებობს. და ეს მეუღლეს თავისებური სხვა სტრუქტურულად რო გავყვეთ, ძალიან სხვა პროცესები მიმდინარეობს. რა მინდა ვთქვა? როდესაც მე არ ვაძლევს სხვას ამოსუნთქვის საშუალებას, იმიტომ რომ მე არ ვარსებობ. ხო, ეს ურთიერთობას კი არ უწყობს ხელს განვითარებაში, არამედ პირიქით აფერხებს. როცა მე მინდა რომ ვიყო პირველი და ძალაუფლება ჩემზე იყოს. რაღაცა განცდის დონეს, რომ მე მეშინია, რომ თუ მე პირველი არ ვიქნები და ძალაუფლება ჩემი არ იქნება, მე დავიჩაგრების განცდა თუ არსებობს, ასევე ეს ურთიერთობას აფერხებს. აქ ურთიერთობაში ვინ პირველი იქნება, ვინ მეორე იქნება, ვინ წინ იქნება, ვინ უკან იქნება, არ არის სწორი. მიდგომა ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან და როგორც პიროვნების გადასახედიდან, როგორც სპეციალისტის გადასახედიდანაც მათ შორის. ურთიერთობა არის ორი ადამიანის სვლა კონკრეტულ მდგომარეობამდე, რომელიც ავსებს როგორც საკუთარ თავს, ისე ამ ურთიერთობას. ამისთვის ისე მან მივდივარ, რომ განვითარების დაახლოებით ალბათ ერთ დონეზე უნდა იყო, იმიტომ რომ შენ ეს გაიაზრო, რომ ერთმანეთს მაგრამ თუ ავირჩი ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემს დონეზე არ არის. ჭყალებში. და რა არის კიდე ჩემს დონეზე? საკითხავია, მაგრამ ჭყალებში. თუ ავირჩიე ესეთი მამაკაცი ან ესეთი ქალი, ესე იგი საფუძველი რა არის ამ არჩევანის? რატო ვირჩევ ამას? რატო ვირჩევ? ხო, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, იმიტომ რომ მე მინდა, მე მაქვს სურვილი რომ ესე იყოს. ჩემი გაუცხადებელი სურვილია ეს. თუ ხარ დაკვირვებული გოგონებს, ქალბატონებს, რა ვიცი, აქვს სურვილი ყავდეთ მამაკაცები, რომლებიც არიან რაღაცა, რა ვიცი, ახლა მეტნაკლებად, მაგრამ ზოგადად მათ იდეალური კაცის არსი არის, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფრის შემძლეა, ყველაფერი შეუძლია, კარგად სიტყვა პასუხი კარგია, წარმატებულია კარიერაში, ფიზიკურადაც კარგი აღდაგობის არის, ყველაფერი კარგია. გარეკავსთან მოაგვარებს ყველაფერს. ყველაფერს, მაგრამ ვის მიყვებიან? ან ვისთან აქვთ ურთიერთობა? ხშირ შემთხვევაში თუ დავაკვირდებით, ხშირ შემთხვევაში არის აი ამ პროტოტიპის საწინააღმდეგო. და რატომ ხდება ესე? იმიტომ რომ რეალური სურვილი რა არის? რეალური განაცხადი სურვილის არის, რომ ის პროტოტიპი, რომელიც მე შევქმენი, ჩემი ფანტაზიის ნაწილი, არ არის ჩემი სურვილის ობიექტი. და ჩემი სურვილის ობიექტია ის კაცი, რომლის შეიძლება მაღლა ვიდგე და ჩემი პირადი ნარცისული ნაწილები და სურვილები წინ წამოვწიო. ეს გახსოვთ გამოთქმა იყო ბიჭი ჯობია თუ გოგო ქორწილში რო არის ხოლმე და ჩვენი ჯობია და ან განცდა რომ ვაჯობო რაღაცაში მაინც. ბევრი მიზეზი არსებობს ამის. მაგრამ თუ დავაკვირდებით ობიექტს, რომ კაც მათ შორის მამაკაც, ქალებთან უფრო ქალბატონთან უფრო მეტია ეს გამოვლენა, ემოციური, მეტი აფექტური ნაწილი არის. მათ შორის მამაკაცებშიც ხდება არჩევანი
სრულად ხშირ შემთხვევაში სრულად საწინააღმდეგო ვიდრე ჩემ წარმოდგენაში არის. როცა ვლაპარაკობთ რომ მე მინდა ვიყო ბედნიერი, აი ასეთი გოგო მინდა ვყავდე სანამ თბილი, მოსიყვარულე, რაღაცა ჩემზე მზრუნველი და ამ დროს მომყავს ცოლი, რომელიც არის, რა ვიცი, ცივი, ცოტა მაკასტრირებელი, ცოტა მკაცრი, ცოტა ესეთი შემტევი და ისმის მე საკუთარ თავსაც უსმენ ხანდახან კითხვას, ხო, ამ მომენტშიც ესეთი ქალბატონი ყავს როთრ. რატომ? ანუ რამ მიმიყვანა ამ არჩევამდე? და ეს შეიძლება იყოს ბევრი რამე, ეს შეიძლება იყოს დედის ხატი, ეს შეიძლება იყოს ოჯახის ნაწილის ხატი, სურვილის დაკმაყოფილება, ეს შეიძლება იყოს ჩემი შინაგანი სურვილები, რომ ასეთი ქალები მომწონს, მაგრამ თავს არ ვუტყოდები, არ ვამბობ, ხო? სრულად შეიძლება მომწონდეს, მაგრამ არ ვამბობ, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ რაღაცა ჩემში ვერ ხედავს მიმღებლობას ამისას. როგორ მე ბაგვაკაცი ვარ და როგორ შეიძლება მე სუსტად გამოვშდი, მაგრამ ფაქტი არის, ვარსებობს, რომ ასეთი ძლიერ ჭყალებში ძლიერ მამაკაც ყავს ბევრად უფრო მაკასტრირებელი ძლიერი ქალები. და ბოლოს რა შეიძლება რომ რჩევის სახით არის სამი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შეიძლება ურთიერთობაში ადამიანებს მივცეთ. მე დავიწყე პირველი, მე მგონი შენც დამეთანხმები, ეს არის კომუნიკაცია. მეორე და მესამეს დაგითმო. მე ალბათ მე როგორც ასეთი რჩეველი არ გამოვდგები, მაგრამ ჩემს თავს ალბათ რასაც ვეტყოდი, ან ზოგადად ვიტყოდი ამ პროცესში, ეს არის ასე ვთქვათ რეალური სურვილის გამჟღავნება. რომ მე ვიცი, რომ ურთიერთობაში რაღაც შეცდომებს უშვებ, ვიცი, რომ ის ადამიანიც ურთიერთობაში რაღაც შეცდომებს უშვებს, რომ არც მე და არც ის იდეალური არ არის და ვერ იქნება, რომ მე არ შემიძლია ის ადამიანი შევცვალო და რომ მე არ უნდა ვეძებდე რაღაცას, რაც ჩემს დანაკლისს შეავსებს, იმიტომ რომ ეს დანაკლისი შეუსებელია. ალბათ ამას ვურჩევდი, ვიტყოდი ყოველ შემთხვევაში. და ბოლოს ესეთი ტრადიციასავით გვაქვს. სტუმარი მე მისვავს კითხვას, როგორც წამყვანს, თემის ირგვლივ. აბსოლუტურად თავისუფალი ხარ, რა კითხვაც გინდა დამისვე. კეთილი, მე მაშინაც უცებ თქვენ იბარებდი. აქ რომ ჩაგვეტარებინე. კი, ნამდვილად ასე იყო. მე რატომ ოფიციალური სიტყვა გამოვიყენე ხა ჩვენ მეგობრები ვართ, მიუხედავად მაგისა. ფიქრობდი ამაზე. მაშინაც მითხარი და მკითხე და ფიქრობდი ამაზე და ალბათ რახან თემასაც ეხება, როგორ ფიქრობ, რატომ ხდება, ან რატომ აკეთებ, რომ იდეორებ, რახან ჩვენ ვამბობთ ამას, ერთ და იგივე სცენარს ურთიერთობაში. სხვადასხვა დღევანდელ საუბარში ძალიან ბევრი რაღაცა დავიჭირე, ჩემთვის ესეთი მნიშვნელოვანი. მართალია მეც ბევრჯერ მიფიქრია ბევრ რაღაცაზე, მაგრამ ახალი რაღაცები აღმოვაჩინე დღეს ჩვენი საუბრის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აღმოვაჩინე, ეს არის თურმე რატომ ვირჩევ იმ პარტნიორებს, მე რა გამოხატვა მინდა და ჩემთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ არა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბავშვობიდან მოდის, რომ ვიღაცამ პროფესიულად შემაქოს და დამინახოს მე რას ვაკეთებ. ამის ხაზგასმა, რომ მე პროფესიულად, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, შეიძლება რაღაცა კუთხით ვეძებ იმ ადამიანს, სადაც ეს კარგად გამოჩნდება. აი, რაღაცა ეს დავინახე ერთი ჩემ თვალში, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც იქაც რაღაცა წრეზე მივდიოდი და შეიძლება ის თავი დაიხურა ჩემ ცხოვრებაში, არ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა აღარ გამოჩენილა მსგავს ტიპის ადამიანები. ისეც ალბათ ის არის, სადაც ისაუბრებ ბავშვობიდან წამოსული, თუნდაც სიყვარულის გამოხატვის, ან სიყვარულის მიღების და რაც მე მაკლია ხოლმე ეს არის, რომ სიყვარულის მიღება რეალურად. აი ამ რაღაცას ვეძებ სხვაში, რომ აი ეს მივიღო სიყვარული და ოღონდ სიყვარული მივიღო, მე შეიძლება რაღაცა პარტნიორულ ურთიერთობებზე სანახმა ვიღო. რაც მე დიდხანს აგრძელდება, იმიტომ რომ ვიაზრებ რა ადამიანთან ვარ, როგორთან
და იქ უკვე პრობლემები ჩდება, მე ვეღარ ჩერდები, ხო. ეხლა მე იმდენი კითხვა გავეჩით. ძალიან სიყვარული. გასასვლელია. ამ პასუხიდან გამომდინარე, რომ თავისთავად ჩვენ ვირჩევთ პარტნიორებს ჩვენი შინაგანი სურვილებიდან გამომდინარე. და ეს ხშირ შემთხვევაში არაცნობიერი არჩევანია და ვაწერთ პარტნიორებს სიყვარულში იმას, რაც მათ არ აქვთ. ვერც ექნებათ და ის მოლოდინი, რომ ის ესეთი იქნება, როგორც მე მინდა, ეს არის დიდი ილუზია. დიდი ტყუილია, რომელსაც საკუთარ თავს უყვებით და როგორც სიყვარულში შევდივარ, სადაც დიდი ეიფორია პირველ ეტაპზე. და რაღაცა დროის მერე პირველი კრიზისი, პირველი ილუზია სიყვარულის, რომ ინგრევა აღმოვაჩენთ ზუსტად აი აქ ხდება გარდატეხი ნიშნულობა. აღმოვაჩენთ იმ ნაწილს, რომ ჩემი მიწერილი თვისებები არ არის რეალური. და ის რეალური არის, რასაც მე ახლა ვხედავ და თუ ჩემი ურთიერთობა მინდა რომ გაგრძელდეს ამ ადამიანთან, უნდა მივიღო ის რეალობა, რაც ახლა მაქვს. ეს არის ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. კომუნიკაცია, ვეძებოთ ჩვენ თავთან პირველ რიგში, როგორი ადამიანი გვინდა და არა და მეერე დავიწყოთ ალბათ პარტნიორის ძიება. და თავარია საკუთარი თავი შევიცნოთ რა გვინდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. გეუბნები მეც ძალიან ბევრი რამე გავიაზრა, ვისწავლე. ალბათ მე კიდე რომ ვუსმენ ამ პოდკასტს კიდევ უფრო მეტად ბევრ რაღაცას კიდევ ჩავუღმავდები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლებიც მეც იმედი მაქვს, რომ რაღაცა საკუთარ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც რომ იპოვონ, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. მადლობა რომ იყავით. პირიქით მადლობა რომ მომიწვიეთ და მქონდა საშუალება მესაუბრა ამ თემაზე. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მე მგონი ყველას აწუხებს სასიყვარულო პრობლემები, ურთიერთობები და ასე შემდეგ. მადლობა რომ გვიყურეთ. ძალიან მინდა გთხოვოთ რომ თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, გამოიწერეთ OK პოდკასტის OK ჯორჯიას არხი, ასევე შეგიძლიათ დაგვაიქოთ, დაგვიკომენტაროთ, ვის ისურვებდით ან რა თემას ისურვებდით სტუმრად და ასევე გაგვიხარდებათ თუ გახდებით ჩვენი ოჯახის წევრი Facebook-ზე გვაქვს ჯგუფი პოდკასტი ურთიერთობებზე ლიკასთან ერთად გამოჩნდება ეკრანზე დასახელებაც შემოგვერდით ჩაერთეთ ჩვენთან კომუნიკაციაში. მადლობა რომ გვიყურებდით. ნახვამდის.